რამდენიმე წუთის წინ დაიწყო სწორედ სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების შესვლაზე მსჯელობა და მოსამართლე რამდენიმე წუთში გადაწყვეტს ლომიძე და ზასოხაშვილი დატოვოს პატიმრობაში თუ გაათავისუფლოს. მანამდე იყო სწორედ მტკიცებულებების დასაშვებლობაზე საუბარი. ადვოკატების მტკიცებით ნივთი მტკიცებად დართული რამდენიმე მტკიცებულება უნდა იქნას ბათილად ცნობილი, ჩამოთვალეს ნივთი მტკიცებულებები და ამბობენ, რომ ეს ნივთები მათი დაცვის ქვეშ მყოფებს საერთოდ არ აქვს და გარდა ამისა ეს ნივთები, რომელიც საქმეში და საერთოდ შემხებლობაში არ არის ბრალდებასთან, რომელსაც პროკურატურა ედავება ამ ორ დაკავებულს. ეს არის მოლოტოვის კოქტეილის სროლა, რომლითაც დაშავდა ერთი სპეცრაზმელი და გარდა ამისა დაზიანდა წყლის ჭავლის მანქანა. გარდა ამისა, ადვოკატები ამბობენ, რომ დაცვის უფლება შეეზღუდა დაკავებულებს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული წესით დააკავეს პირველ ეტაპზე ორივე ბრალდებული, მოწმის სახით გამოკითხეს იზოლატორში მყოფები და ადვოკატებს არ მისცეს შესაძლებლობა რომ გამოკითხვას დასწრებოდნენ. ერთ-ერთი ადვოკატი ამბობს, რომ თავად იმყოფებოდა იზოლატორში, ითხოვდა შესვლას, თუმცა გამომძიებლებმა ამის უფლება არ დართეს. საუბარი არის ზასოხაშვილს. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, სწორედ თემურ ზასოხაშვილს ხელი ისე მოაწერინეს ოქმზე, რომ სულ სხვა რამეს უკითხავდა გამომძიებელი ჩვენებაში, რასაც ამბობდა და რაც მოუყვა თავდაპირველად ზასოხაშვილმა, თუმცა შემდეგ გაარკვიეს, რომ დაკითხვის ოქმში სულ სხვა შინაარსის ჩანაწერია გაკეთებული და ამაზე მოაწერინეს ხელი. ეს თავად დღეს დაკავებულმა ზასოხაშვილმაც პროცესზე დაადასტურა, თქვა, რომ ნაცემი იყო სასტიკად სპეცრაზმელების მიერ, თვალი და თავი ჰქონდა გასიებული, ვერ კითხულობდა იმას, რაც დაკითხვის ოქმში ეწერა. ამის გამო სთხოვა გამომძიებელს, რომ წაიკითხა ეს ოქმი და ამის შემდეგ მოაწერა ხელი. მოგვიანებით გაიგო, რომ სულ სხვა შინაარსი აქვს ხელი მოწერილი. რაც შეეხება ლომიძეს, მისი ადვოკატი ამბობს, რომ ლომიძეს საერთოდ ისე მოაწერინეს ხელი, რომ არ გააცნეს შინაარსს, რა ეწერა დაკითხვის ოქმში. ლომიძე დღევანდელ პროცესს არ ესწრება, მიზეზი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადვოკატი იმედოვნებს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ და მისცემენ სწორ მკურნალობას, რადგან შაბათს და კვირას ადვოკატს არ მისცეს დაწესებულებაში შესვლის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ადვოკატები ამბობენ, რომ გარდა იმისა, რომ დაცვის უფლება დაერღვა და არსებობს მტკიცებულებები, რომელიც საქმეში არ უნდა იყოს, საქმეში არის სპეცრაზმელის ჩვენებაც, რომელსაც ითხოვენ, რომ ასევე ბათილად იყოს ცნობილი, რადგან მათი მტკიცებით სპეცრაზმელი სიმართლეს არ ამბობს, როდესაც თითქოს და დეტალურად აღწერს ამ ორ ბრალდებულს ვიზუალურად ყველანაირი დეტალის გათვალისწინებით და ადვოკატების მტკიცებით იმ ღამეს, როდესაც ეს ორი პირი დააკავეს, ხილვადობა ძალიან დაბალი იყო. ვიდეო მტკიცებულება, რომელიც საქმეში დევს, იქაც კარგად ჩანს, რომ გარჩევა ვინ ისროდა ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილს, საკმაოდ რთულია, ამიტომ ესენი თვლიან, რომ ეს სპეცრაზმელის ჩვენებაც ბათილად უნდა იყოს ცნობილი. განცხადება გვაქვს პრეზიდენციული დაწესებულებიდან სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარს ვაცხადებ, ვინაიდან სასამართლო პროცესზე ჩემს უფლებებს დაიცავს ჩემი ადვოკატი, რომელსაც სრულად ვენდობ. ჩემთვის უცნობი იყო მსგავსი ოქმი შედგა. მე ვიცოდი დავით ლომიძეს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, უწუხეთ ამით მაცნობას, ასე ვთქვათ, მისი თანამესაკნის მხრიდან, რომელიც უშინ შეწყალებით გამოვიდა, დაგვირეკა და გვაცნობა, რომ იყო ძალიან ცუდად, ცდიოდა ფეხი და ხერხემალი და საწოლიდან ვერ დგებოდა. რამდენად არის ეხლა იქ დავით ლომიძეს თუ ხელსაწერს და მართლამისი განცხადება? შესაძლოა თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ასმოთ, კი ბატონო. ღამის საათები დადგენილია 22 საათიდან 06 საათამდე პერიოდი. ამაზე მოქმედების ღამის ჩატარება დაუშვებელი და გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს გონიურ ვადებში. შემოგვიდგა ზასოხაშვილის მიერ მისცემული ჩვენება არ შეესაბამება სიმართლეს. მას სხვა განმარტა და წაუკითხეს სხვა. ნივთიერი მტკიცებულებების სახით საქმეს ეფრის ისეთი საკრიტიკო ობიექტები, რომლებიც ამ საქმეზე წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში არათუ რელევანტური არაა, არამედ შეუძლებელია ლოგიკური კავშირის დადგენა ბრალდებით გათვალისწინებების სადავოქმედებასა და ამ ნივთიერ მტკიცებულებებს შორის. ამ ადამიანებს შედავებიან თქვენო პოლიციელების სატრანსპორტო საშუალებას სწორედ მოლოტოვის კოქტეილი. როდესაც ბრალდების მხარე ხედავება ჩვენ რომ იცით რა, ან მოლოტოვი ისროლა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვიღაცას თუ სადმე ათასობით ადამიანის შორის ტენში მოხდა ტენში, ეს ჩვენ სისხლისამართლის საქმეში არ უნდა იყოს. და მხოლოდ დაამძიმებს სისხლისამართლის საქმეს, სამი ცალი პრეზერვატივი გავხსნები. ერთი ცალი გახსნები, ძალიან მუდე. აი ეს რატომ უნდა იყოს ბატონო სამართლე ჩვენს ნივთიერებებში, თუ ეს ჩვენი მიცემა არა. სადაც გაიგოს გამომძიებლებმა ყველაფერი ჩაუტარეს საქმეში.
მოსამართლემ არც ერთი მტკიცებულება ბათილად არ ცნო ყველა დაურთო საქმეს და ახლა ამ წუთებში ახვლეთი ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს და დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას ამ პირთან დაკავშირებით პატიმრობაში დატოვებს თუ მაგალითად გირაოს სახით გაათავისუფლებს.